დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. ივანიშვილის გარემოცვის ერთ დროს ყველაზე სანდო წევრი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფი გვარაკიძის თქმით, სუსის ყოფილ უფროს პროკურატურა ინვესტორებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მილიონობით ლარის ქრთამის აღებასა და კოლ-ცენტრების მფარველობას ედავება. სუსის ყოფილი უფროსი უწყებაში თავად მივიდა. ყველაფერი ღვთისნებაა, თქვა ლილუაშვილმა დაკავებამდე. ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი ქართველი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააპატიმრა. მას ჯაშუშობას ედავებიან და 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ქართულ მხარეს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუგრძელებია. კობახიძის მტკიცებით დღეს მათი ხელისუფლება არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს პრემიერის პოსტზე მყოფი, რომელმაც 1 წლის წინ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ოცნების განცხადება გაახმოვანა. დღეს ამბობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები კრიზისულ მდგომარეობაშია. თუმცა ამტკიცებს, რომ 2025 წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით წარმატებით ჩაიარა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლონეთიდან საქართველოს 19 მოქალაქე გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებულია სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე ჯამში 180 ადამიანი. მათი უმეტესობა ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვისაა ბრალდებული.